გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ჩინური პანორამა, თქვენთან სტუდიაში მუშაობს სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი პროფესორი პატრი ნაჭყებია. უპირველეს ყოვლისა ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩემი ტრადიციული გამონათქვამი ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო დღეს ეთერში არის მის და მე დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბოდიში მინდა გადასცეთ რადიომსმენელებს იმის გამო, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო დღეს რადიო არ მუშაობს და მიმდინარეობს მუშაობა ამ ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისთვის და ასე რომ აი ეს შემთხვევა თქვენ გვაპატიეთ, ყველაზე უფრო ჩვენ ამას ჩვენ თვითონ განვიცდით, ჩვენ და ჩვენი კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ დღეს როგორც დაგპირდით ერთ-ერთ გადაცემაში, დღეს გვექნება სპეციალური გადაცემა, რომელიც იქნება მიძღვნილი ჩინურ დღესასწაულებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგპირდით, რომ აუცილებლად კომპეტენტურ პიროვნებას მოვიყვანდით, რომელიც მოგვიყვებოდა ამის თაობაზე, მაგრამ მანამდე მე ტრადიციულად მინდა ჩვენ მაყურებელს და რადიომსმენელს დიდი მადლობა გადაუხადო. დავუშვათ, აი მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვდებიან ადამიანები აი ამას შემხვდნენ ვიყავი გასული ქალაქ გარეთ სოფელ ახალუბაში და ქალბატონი ნანა ახალ შენაშვილი და ქალბატონი ნუნუ შუბითიძე მე ძალიან დიდი მოხარული ვიყავი, რომ ისინი უყურებენ ჩვენ გადაცემას, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ ამისთვის. ასევე ბატონ გიორგი თათხაშვილს, რომელიც ჩვენი უკვე რეგულარული მაყურებელია და ჩვენთან აქვს საკმაოდ სერიოზული კომუნიკაციები და ჩვენ მის იმასთ ასე ვთქვათ თხოვნებს გავითვალისწინებთ მომავალ გადაცემაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი გიორგი ნანეტაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო პროფესიის წარმომადგენელი და მე ბედნიერი ვარ, დღესაც იმედია ის გვიყურებს ჩვენ ტელეარხს და თუ იქნება მისი განსაკუთრებული თხოვნა, ალბათ ჩვენ მომავალ გადაცემაში გავითვალისწინებთ. ყველას უღრმესი მადლობა, ჩვენ ვიცით რამდენად პოპულარულია ეს გადაცემა საქართველოში და ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ ტელემაყურებელს და დღევანდელი კონფუზისთვის რადიომსმენელს ბოდიში მოუხადო. ძვირფასო მეგობრებო, ერთ-ერთი ჩვენი წარმატებული გადაცემა, რომლის შემდეგაც ჩემთან ძალიან ბევრი ზარე შემოვიდა და ამ გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრმა მშობელმა და ახალგაზრდამ გადაწყვიტა დაუშვათ თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა ჩინეთთან და პირველ რიგში ჩინურ ენასთან. ეს იყო გადაცემა ერთ-ერთ ჩვენ ცნობილ სინოლოგთან, ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორთან, ქალბატონ თამარ პატაშოვთან. ჩვენ მაშინ მოვყევით ქალბატონი თამარის ცხოვრება. ქალბატონი თამარი 5 წელი ჯერ მან წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მერე 5 წლის განმავლობაში სწავლობდა პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტში და ასევე ძალიან ცნობილ უნივერსიტეტში, ლანჯოუს უნივერსიტეტში მე პატივი მქონდა ლექციები წამიკითხა 2018 წელს ამ უნივერსიტეტში, ეხლა სხვათა შორის ჩვენთან მე საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ, ჩვენთან ჩამოდის ამ უნივერსიტეტთან ჯგუფი, ამიტომ აი ესეთი ბექგრაუნდის მქონე ადამიანის წარდგენა ჩვენ აუდიტორიის წინ აი ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი ინტერესი საზოგადოებაში და ამის შემდეგ მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ჩვენი გადაცემის შემდეგ ბევრმა ახალგაზრდამ მშობელმაც გადაწყვიტა თავისი მომავალი დაეკავშირებინა ჩინეთთან, ჩინურ ენასთან და ჩინურ კულტურასთან.
ქალბატონო თამარ, უღრმესი მადლობა, თქვენ რომ მობრძანდით ჩვენთან, თქვენ ცნობილი სინოლოგი ბრძანდებით, მე მინდა დავამოტო აი მის კარიერაზე, მაშინ თუ გახსოვთ ჩვენ ვლაპარაკობდით რომ ქალბატონი თამარი 2 წელი იყო, თუ შეიძლება გამახსენეთ ზუსტი დასახელება იმ ფონდის, სადაც თქვენ იყავით პეკინში წარმომადგენელი 2 წლის განმავლობაში. მოგესალმებით, ბატონო ბადრი, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. გიპასუხებთ, ესე იგი, მე ვიყავი საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქალაქ გვანჯოუში, ჩინეთის სამხრეთით. სხვათა შორის გვანჯოუზე თუ შეიძლება ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევა და ჩვენ მერე გადაცემათა ციკლს გავაკეთებთ ჩინეთის დიდი ქალაქები. ხო და აი გვანჯოუზე თქვენ დაგპატიჟებთ აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენარი გამოცდილება ალბათ აი გვანჯოუზე ცხოვრებაზე და აი მიმდინარე პროცესებზე თქვენ იცით როგორ ეძახიან გვანჯოუს ეს ერთ-ერთი ძრავი ხო ჩინეთის ძრავი თუ დავუშვათ მეორე დედაქალაქია ნუ პეკინი დედაქალაქია, ეს მეორე დედაქალაქი, კულტურული დედაქალაქია, სამხრეთის დედაქალაქი, ჩრდილოეთის დედაქალაქი, ხარბინი, აი გვანჯოუს რაღაც ძრავას ეძახიან, ეკონომიკური განვითარების მხრივ ჩინეთში დიახ ნამდვილად წამყვანი ის ქალაქია. ქალბატონო თამარ, მაგრამ დღეს ახლა მაშინ ჩვენ გადაცემას ვიხსენებ უბრალოდ თქვენი სტუდენტობაც გაიხსენეთ ყველაფერი და აი ესეთი ცხოვრება ძალიან ახლა დიპლომატების გარდა, ქართველი დიპლომატების გარდა ალბათ ბევრი ქართველი არ არის, ვინც აი ესე მოღვაწეობდა სტუდენტობის შემდეგ უკვე 7 წელზე მეტია თქვენ ზედიზედ ჩინეთში ბრძანდებოდით და რასაკვირველია დღევანდელი თემა იცით რა არის, ახლა ჩვენთან დასვენების დღეები იწყება და რასაკვირველია ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ჩინეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები და აი ძალიან ბევრი გადახრა ქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თითქმის ამომწურავად ველაპარაკეთ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით, მაგრამ ჩინეთში ხო კიდევ არის დღესასწაულები და რას დღესასწაულობს ეს ჩინეთიო და აი იმ ადამიანისგან, ვინც მოღვაწეობდა ჩინეთში, აი ამდენი წელი, რასაკვირველია და ვინც კარგად იცის ჩინეთი რასაკვირველია ჩვენ გვაინტერესებს აი ეს ასპექტი ჩინური დღესასწაულები რას წარმოადგენენ ჩვენ ვიცით დაუშვათ ჩვენი რელიგიური დღესასწაულები ისტორიული დღესასწაულები დამოუკიდებლობის დღე ასე ვთქვათ ქართული ახალი წელი ძველი ახალი წელი და ნუ კიდე რამდენი დღესასწაული არ გვაკლია ახლა ქართველებს ვარ აი ჩინეთში რა ხდება და მოდით იცით საიდან დავიწყოთ ქალბატონო თამარ მოდი დავიწყოთ ახლა ძალიან ბანალურად მოდით 1 იანვრიდან დავიწყოთ თამარ პატაშური მოხდა ჩინეთში 1 იანვარს დაუშვათ და რა ხდებოდა 31-ში აი რას აკეთებენ 31-ში 1-ში ჩინელები აი თქვენ როგორ ხდებოდით ამას თქვენ დღესასწაულს ჩინეთში დიახ, ესე იგი თემა, რომელსაც დღეს მე შევეხები, არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთან ძალიან ახლო, რადგან ჩინური ენა და კულტურა ჩემი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის ისტორია, ცივილიზაცია ძალიან დიდი ხნის ისტორიას აქვს ამას და ეს 5000 წელზე მეტ პერიოდს ითვლის ჩინეთის კულტურა და ისტორია და ძალიან ასე ვთქვათ მასშტაბურია ეს რიცხვიც კი. როდესაც ჩინურ დღესასწაულებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ კულტურა, ეს ზუსტად კულტურის ნაწილია ეს დღესასწაულები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან, თვითონ მნიშვნელოვანია რომ ყურადღება მივაქციოთ ოჯახს, პატივისცემას, ბუნებასთან ჰარმონიას, ეს ყველაფერი ტრადიციებს დიახ, ეს ყველაფერი ერთად ძალიან მნიშვნელოვანს ქმნის. და არსებობს კიდევაც ასეთი გამოთქმა ინშვეი სიუენ წყარო, წყალს რომ სვავთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს წყარო. ანუ ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ ჩვენს წარსულს და გვახსოვდეს ყოველთვის ჩვენი ფესვები. ესე თუ შეიძლება კიდე გაგვიმეორეთ ალბათ. ინ შვეი სიუენ დიახ, ეს არის, როდესაც წყალს სვამ არ დაივიწყო ეს წყარო. დიახ.
და თქვენ ახსენეთ ჩინური ახალი წელი. ძალიან საინტერესოა ჩინური ახალი წელი. 31 თამარ მე პირადად მაინტერესებს, ცოტა ინტრიგა ჩავაგდე. თქვენ თამარ პატაშური ჯერ დავიწყოთ ჩინურ ახალ წელზე რასაკრული გადავალთ, მაგრამ მაინც 1 იანვარი. რასაკეთებთ თქვენ? ძალიან საინტერესოა, უფრო ჩვენთან გაცილებით პომპეზურად ხდება მზადება, რადგან ჩვენთვის 1 იანვარი ასევე ახალი წელი არის. მნიშვნელოვანი დღესასწაული, მაგრამ საინტერესოა რა, ჩინელები გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ, მაგრამ ჩინურ ახალ წელს ჩინელები აღნიშნავენ თვარის კალენდრის მიხედვით, ბატონო პატრი. და 1 იანვარს დიახ. თქვენ მაპატეთ ჩინურ ისა ტრადიციულ ახალ წელზე გეძინათ თუ აი 31-ში ხდებოდით უბრალოდ როგორ იყო აი ეს იცით როგორ არის აი უცხოელ მეგობრებთან ერთად ხდებოდით ახალ წელს ეს დღე 1 იანვარი დასვენების თქვენთან ერთად სტუდენტები იყვნენ დიახ რადგანაც მათაც იციან რომ ეს მსოფლიოში საერთაშორისოდ 1 იანვარი აღინიშნება ჩინური ბოდიში ახალი წელი და უფრო ძირითადად ეს უცხოელ სტუდენტებს შორის იყო ეს მუხტი უფრო აქ იგრძნობოდა ვიდრე ჩინელებს შორის რადგან ჩინელებს უშუალოდ ეს სახელმწიფოებრივი დღესასწაულია ასევე 1 იანვარს ისვენებენ დასვენების დღე არის გამოცხადებული მაგრამ მათთვის 1 იანვარი არ არის ის ახალი წელი რაც მთვარის კალენდრის მიხედვით არის დადგენილი ერთ-ერთი უდიდესი ჩინური დღესასწაული ჩინური ახალი წელი კი ბატონო აი ჩინური ახალი წელი ჩვენ თქვენ იცით პირველად ჯერ კიდე შარშან გავაკეთეთ ჩინური ახალი წლის ტრანსლაცია ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს ჩინეთის ყველაზე დიდ საგარეო მაუწყებლობის აღთან სიზიტიენთან და მან უკვე მეორე წელია რაც გადმოგცემს ამ კადრებს ჩვენ გქონდა საშუალება მეახლობით 50 წუთის განმავლობაში გვეჩვენებინა ეს თვითონ დღესასწაული ძალიან დიდია პირდაპირ ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება მარტო ჩინურ ტელეკომპანიებს აქვს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ დიდი ნაწილი გვეჩვენებინა, აგვეხსნა ხალხისთვის. ძალიან ფანტასტიკური იყო, განსაკუთრებით ეს რობოტების ცეკვა იყო ბოლოში, როცა გვაჩვენეს და მე მომეწონა კიდე იცით რა იყო სახალხო ფესტივალი ეს იყო ეროვნული უმცირესობის აი პატარა ბავშვების თავის ეროვნულ ტანსაცმელში რო იყვნენ ჩაცმული როგორ დადიოდნენ მათი სიმღერებით ეს 56 ეროვნული უმცირესობაა მე მგონი და ყველანი აღნიშნა ნამდვილად ძალიან საინტერესოა ესე იგი ამ დროს სხვადასხვა უმცირესობის ხალხის ასევე გამოდის და აღნიშნავს ახალ წელს მნიშვნელოვანია ასევე რომ ამ პერიოდში უდიდესი მიგრაცია ხდება სხვადასხვა სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარ სახლებში ბრუნდებიან ადამიანები ეს არის ოჯახური ერთიანობის დღესასწაული და იმართება უდიდესი ოჯახური ვახშამი ოჯახის წევრებს შორის მნიშვნელოვანია ასევე კერძები, თევზი აუცილებელი ის კერძია ის სუფრაზე დიახ ამ დროს ვახშამზე, რადგან ის სიუხვის სიმბოლოა, ასევე ახვევენ პელმენებს, ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს ასევე პელმენის შეხვევის დროს, ესეც ერთგვარი ოჯახური ტრადიციაა და ასევე მიირთმევენ ახალი წლის დესერტს, ნიენგაოს ეძახიან, ესეც ბედნიერების სიმბოლოა. წითელი ფერის სიმბოლიკა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დიახ ასე ამბობენ რომ პეკინიდან შანხაიმდე გვანჯოუდან ხარბინამდე ყველაფერი წითელი ფერია და წითელი ფერის სიმბოლიკა დაკავშირებულია ასევე წითელი ფერით ირთვება სახლები, ქუჩები, მაღაზიები ეს არის ბედნიერების ფერი, სიხარულის ფერი წარწერები დიახ სამშვენისებით ირთვება ამ წარწერებით კარებები, ჭიშკრები და მნიშვნელოვანია ასევე თუ აღნიშნავ და მოყვებით ერთ პატარა ლეგენდას
რომელიც ურჩხულზე, რომელიც სოფლად აშინებდა თურმე მოსახლეობას და შემდეგ მოსახლეობამ ასე მიხვდა, რომ თუ რა აშინებდა ამ ურჩხულს და ეს იყო წითელი ფერი და ხმაური და სწორედ აქედან ჩაიყარა საფუძველი წითელ ფერს და ასე ხმაურს ფოიერვერკებს დიახ აქედან და თქვენც ახსენეთ ბატონო ბადრი რომ CCTV-ზე ასე გადის გალა კონცერტი და ამ გადაცემას გალა კონცერტი და ჩვენ ბედნიერება გქონდა რომ გვეჩვენებინა და მოგვეყოლა. დიდი მადლობა ჩვენ გავახსენეთ ეს მომენტი, მაგრამ ეხლა ჩვენ იცით რა არის აი შემდეგ თქვენ როგორ გადახვალთ იქ არის რამოდენიმე დღესასწაული, მაგრამ აი ამ ტრადიციებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაუშვათ წინაპრების ხსენებას. აი ჩვენ როგორც აღდგომის შემდეგ საფლავებზე გავდივართ, იქაც ესეთი დღესასწაულია, მე როგორც ვიცი, მაგრამ ესეთი გადასვლა მიდის ამ დღესასწაულზე, რა ქვია ჩინურად ამ დღესასწაულს? ის თქვენ რასაც ახსენეთ ბატონო ბადრი, ეს არის ცინმინის დღესასწაული, სინათლის სიწმინდის. მანამდე ახალი წლის დღესასწაულს ასრულებს ფარნების დღესასწაული. ესეც არის ბედნიერების სიმბოლო, ყველაფერი არის ძალიან ლამაზად მორთული ფარნებით. ამ დღესასწაულზე ასევე გამოცანებს უსვავენ ერთმანეთს, ვინც გამოიცნობს გამოცანებს, ის იქნება ყველაზე წარმატებული და ესეც არის სინათლის და ოჯახური ჰარმონიის დღესასწაული. შეიძლება რომ ასე გავიგოთ ფარნების დღესასწაული. ცინმინის დღესასწაულამდე კიდევ გვხდება ჩვენ 12 მარტს აღნიშნავენ ხეების დარგვის დღეს. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით ბატონო, აი ხეების დარგვის დღესასწაული რას წარმოადგენს? ეს თან სახელმწიფოებრივი დღესასწაულია 12 მარტს აღინიშნება, რადგან ერთ-ერთი ცნობილი ის პოლიტიკოსი სუნიათ სენის სახელთან არის დაკავშირებული ეს დღესასწაული მის გარდაცვალების თარიღთან. სუნიათ სენი გავახსენოთ, ეს იყო ჩინური დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მამა და ის ძალიან დიდი სუნიათ სენი თუ არ ვწდებით დაკრძალულია შანხაისთან ახლოს, ხო? კი ბატონო, ყოფილვარ მის სასაფლაოზე, ახლა თქვენ თუ 7 წელი ცხოვრობდით, მე პატარა ეპიზოდებით 22 ჯერ ვიყავი ჩინეთში და დიდი გამოცდილება გაქვს ძალიან და მდიდარი გამოცდილება გაქვს დაგროვილი, დიახ. და ესე იგი მის სახელთან ბატონ სუნთან არის დაკავშირებული ეს დღესასწაული და მწვანე ეკოლოგიას ემსახურება ზუსტად. ესე იგი სხვადასხვა ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლები, უნივერსიტეტები და სახელმწიფო ორგანოები აწყობენ ღონისძიებას, ხეების დარგვის ღონისძიება. სწორედ მისი ბატონი სუნის იდეა იყო გაუდაბნოებასთან ბრძოლა, რაც შეიძლებოდა მეტი ხე ჩარგულიყო ქვეყანაში, რომ მეტი სიმწვანე ქონოდა და მოგეხსენება ვინ ჩინეთშია ნამყოფი, იცის ჩინური ბუნება. რა სილამაზით გამოირჩევა ჩინეთი და მნიშვნელოვანია ასევე არ ვახსენოთ მწვანე დიდი კედელი, რომელმაც სათავე სხვადასხვა ქვეყნებშიც ჩაუყარა ამ მიმართულებას, ასე ვთქვათ, რომელიც მწვანე ეკოლოგიას ემსახურება. ეს არის პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე. შეიძლება გალბატონო თამარ და აი ამ ბოლო წლებში ალბათ აი ამ დღესასწაულს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მე სამწუხაროდ აი ისე მოხდა რომ ამ დღესასწაულზე ვერ მოხდა ჩინეთში იმ დროს, მაგრამ გამომდინარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკიდან, მათი ხელმძღვანელობის დოქტრინებიდან, მწვანე ეკონომიკის განვითარება არის ქვეყანაში პრიორიტეტი. შეიძლება დაუშვათ ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ობიექტები, რასაკურველია გამწვანება რა დონეზე და როგორ მიდის ჩვენ კარგად ხედავთ და იცით ალბათ ხე უფრო სიმბოლურია, იმიტომ რომ ჩვენ გამწვანებული ფასადები და ტერასები გვინახია. აი ერთ-ერთი ჩემი ვიზიტის დროს მე როცა ვიყავი ქალაქ ჩენგდუში, ეს იცით 20 მილიონიანი მეგაპოლისია. იცით რა გამოვიდა? ფაქტიურად მთლიანად ქალაქი, აი მთელი მრავალსართულიანი სახლებიდან დაწყებული, ერთსართულიანი სახლებიდან დაწყებული მრავალსართულიანი სახლებით ჩაფლულია ვარდებში. ჩაფლულია ვარდებში, ესე იგი ფაქტიურად ეს ეთყობა, მე რო ვიკითხე, ყველანაირად სახელმწიფო ხელს უწყობსო აი ამ ტენდენციას, რომ ჩენგდუ ერთდროულად ვარდების ქალაქიც რო იყოსო, ერქვასო.
დიახ. არა მარტო ჩენდულ, ბატონო ბადრია, მეც ბევრ ქალაქში მომიწია ვიზიტი ჩინეთში და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქალაქი ხასიათდება მცენარეების სილამაზით და სიმწვანით და ასევე შეიძლება ვთქვათ ხეებითაც, რომ ცდილობენ, რომ მუდმივად იყოს გალამაზებული და ძალიან აქტიური ზრუნვაა ეკოლოგიაზე. ეს არის ასევე აღსანიშნავი საკითხი ჩინეთთან დაკავშირებით. და ეს 12 მარტი საიდან დაიწყო ეს დღესასწაული? დიდი ხანია ზეიმობენ თუ ეს 1981 წლიდან ჩაეყარა ამას საფუძველი, დაიწყო ეს ინიციატივა. უკვე ჩინეთის სახელმწიფოში. ეს უკვე როცა დენ სიაოპინმა თავისი ახალი პოლიტიკა დაიწყო და რასაკვირველია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის თავიდანვე ეკოლოგია და ბუნების დაცვა იყო პრიორიტეტი და ჩვენ ახლა ვინც ჩადის ჩინეთში და ვინც აკვირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მოღვაწეობას ხედავს თუ რამდენ დიდ ადგილს უთმობს ის თავის შიდა პოლიტიკაში ბუნების დაცვას და ეკოლოგიის სწორი მიმართულებით განვითარებას. კი ბატონო, მოდით ახლა გადავიდეთ ზუსტად აი არ გიხსენებია ცინმინის დღესასწაული. ეს იყო დღესასწაულები, რომლებიც არის ცინმინამდე, შეიძლება ჩვენთან მიცვალებულთა დღესასწაულს მივუახლოვოთ. აი როგორ ხდება თუ შეიძლება აი ჩემთან შემოვიდა შეკითხვა, უბრალოდ შემოვიდა შეკითხვა, მე ძალიან ხშირად ჩემ რესპონდენტებს ველაპარაკები და მეკითხებიან წინასწარ რა გადაცემები იქნებაო და ერთ-ერთ ჩემ რესპონდენტს ეს უთხარი და მან შემეკითხა ცინმინის დღესასწაულზე და რითი განსხვავდება და რითი გავს დაუშვათ საქართველოს მიცვალებულთა ხსენებას, როცა ჩვენ გავდივართ აღდგომის შემდეგ სასაფლაოზე, არის თუ არა საერთო და რა არის განსხვავება თუ შეიძლება. დიახ, გასაგებია. მადლობა ბატონო ბადრი შეკითხვისთვის და ახლა გავაგრძელოთ ჩვენ და ქრონოლოგიურად მივყვეთ. შემდეგ მოდის ცინმინის დღესასწაული, ესეც არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, 3 დღე ისვენებს მოსახლეობა ამ დღესასწაულზე. გაზაფხულის დღესასწაულსაც უწოდებენ, ამას იცით რატომ? ამ დღესაც ეწყობა ოჯახების გასვლა სასეირნოდ. გადიან ბუნებაში ისვენებენ და მანამდე შეგვიძლია ვთქვათ კიდევ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და რითიც გამოირჩევა ეს დღესასწაული არის ჩვენი წინაპრების პატივისცემა, საკუთარი ფესვების პატივისცემა, ეს არის მიცვალებულთა დღე. როდესაც მიდიან მოსახლეობა მიდის თავისი წინაპრების საფლავების გასასუფთავებლად, მიაქვთ ყვავილები, მიაქვთ მიცვალებულთა საყვარელი საკვებიც კი და შეიძლება რომ ეს საკვებიც დატოვონ ამ საფლავებზე. ასევე მნიშვნელოვანი არის ეს კონფუცის მიხედვით, რომ ადამიანის პატივისცემა თავისი მშობლის მიმართ, ბებია-ბაბუის მიმართ და წინაპრების მიმართ. ეს განსხვავებულია, ძალიან განსხვავებულია. მე აღწევული ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვანია დიახ ეს ფაქტორი ასევე, ანუ ადამიანის ფაქტორი მისი წინაპრების პატივისცემის მიმართ. და როგორც თქვით, ასევე ბუნებაში გასეირნება ამ დღეს მნიშვნელოვანი. და კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვთ ესეთი ტრადიცია ქაღალდის ფულის დაწვა. თითქოს ეს ქაღალდის ფულს ჩუქნიან თავის წინაპრებს და საჩუქარს უგზავნიან. ქაღალდის ფულის დაწვა ქალბატონო ამრაც პირდაპირ მნიშვნელობით ფული იწვება პატარა კუპურა თუ ეს რაღაცა ხელოვნურად აკეთებენ ალბათ ფულს რაღაცნაირად და დიახ ეს ნამდვილი კუპიურა არ არის ეს არის დიახ სპეციალური კუპიურები რომლებიც ამისთვის არის და თითქოს საჩუქარს უგზავნიან თავის მიცვალებულებს და მთელი იდეა ასე ვთქვათ არის ადამიანების ფესვების გახსენება და პატივისცემა თავისი წინაპრების მიმართ. ამ დღეს ახლა თქვენ ასე ვთქვათ, აი ამ წლებით ცხოვრობდით და ის ოჯახში სუფრა იმართება, აი დაპატიჟება არის თუ როგორია, თუ უფრო ბუნებაში გადიან, სუფრის ელემენტი ბუნებაში გადიან, საფლავზე მიდიან და იქცემენ პატივს, ესეთი სახით გამოხატავენ პატივისცემას თავის წინაპრების მიმართ. აი ჩვენ რო ვეძახეთ შესანდობარი როგორც ესეთი შესანდობარი ალბათ არ არის დაუშვით ალკოჰოლის მიღება მაინც და მაინც არ არის მიღებული ამ დღეს არ არის მიღებული აღარ არის მიღებული აი მე აქციეთ ძალიან სერიოზული განსხვავება
ტრადიციებში, ორივე მხარეს ვებერთელა ტრადიციები წინაპრების პატივცემის, მიცვალებულის პატივცემის, მაგრამ აი აქ არის გარკვეული განსხვავებაც. კი ბატონო. არის ეს განსხვავებაც. შემდეგი დღესასწაული, ასევე სახელმწიფოების დღესასწაული, შეგვიძლია ვახსენოთ ბატონო პატრი, გავაგრძელებ, არის შრომის დღე. აი ახლა ჩვენ ტელემაყურებელს მინდა უთხრათ, რომ აი ჩვენ ზუსტად ახლა ტრანსლაციას ვაკეთებთ 1 მაისი როგორ აღენიშნებოდა ჩვენს უკან შეგიძლია თქვენ ფონზე უყუროთ 2026 წლის 1 მაისი როგორ აღენიშნებოდა და ერთდროულად ამას თვალი ადევნოთ რა გრანდიოზულად აღენიშნება ეს, მაგრამ ეს არის პირდაპირ სანახაობა ჩვენ შევეცდებით რომ რაღაცნაირად მომავალში ცალკე გაჩვენოთ ეს დღესასწაული, მაგრამ ეხლა შეგიძლიათ აი თქვენ დააკვირდეთ თუ რა გრანდიოზულია ეს დღესასწაული, იმიტომ რომ შრომელი ადამიანის პატივისცემას მე როგორც პოლიტოლოგი ვლაპარაკობ ამას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექცევა უდიდესი ყურადღება და ალბათ კალბატონი თამარი დამიდასტურებს ამას. კალბატონ თამარ, თქვენ ხო არ ყოფილხართ ზოგჯერ აი მსვლელობაში დაპატიჟებული, როცა იქ იყავით სტუდენტობის დროს. ეს ან სტუდენტები როგორ ემზადებოდნენ ამ ღონისძიებისთვის თვითონ თუ შეიძლება ეს სტუდენტებიც დიახ აქტიურად ვიყავით ჩართული ასეთ ღონისძიებაში. ეს არის სახელმწიფოებრივად ძალიან მასშტაბური მსვლელობა. ეს არის დღესასწაული, როდესაც ასევე ყველა დაწესებულება თითქმის მონაწილეობას იღებს ამ დღესასწაულზე. დასვენების დღეა, ეს არის დასვენების დღეა, დიახ, დასვენების დღეა და 5 დღე ისვენებს სახელმწიფო ოფიციალურად ამ დღესასწაულზე და ძალიან ყურადღება ექცევა ნებისმიერი მოხელის პატივისცემას, ექიმის, მასწავლებლის, ინჟინრის, პოლიტოლოგის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის პატივისცემას, რადგანაც შრომის ბაზაზე დგას ჩინური ეკონომიკა. რომ არა ასეთი შრომა, თავდაუზოგავი შრომა ჩინელი ხალხის, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში წამყვანი ვერ იქნებოდა. ხალხ გაუსვენ კიდე კეთილსინდისიერი შრომა, აი დაუშვათ ჩინეთმა სიტყვა ბერძნულია ხო ხალტურა ბერძნული სიტყვა ეს ხალტურა არის ის შრომაში და ზუსტად აი სხვადასხვა ექსპერტები რო ლაპარაკობენ აი ჩინეთის მიღწევებზე ყოველთვის ამაზე ლაპარაკობენ რომ კეთილსინდისიერი შრომა და კეთილსინდისიერი შესრულება იმ მოვალეობის რაც აკისრიათ შრომის ამა თუ იმ სეგმენტში. დიახ, ეს არის ასევე შრომის კულტურა, რომელიც გამოიხატება ნებისმიერ სფეროში, ეს თავდადება ნებისმიერი სფეროს მოღვაწე ადამიანისგან, რაც ყველა აბსოლუტურად ადამიანი, ვისაც ჩინელ ადამიანთან უმუშავია და აქვს ამის გამოცდილება, შეიძლება აღნიშნოს, რომ ჩინელის მუშაობა არის თავდადებული და თავდაუზოგავი. და ალბათ ეს არის ის მაგალითი, როგორც ჩინეთი არსებობს და რა წისვლა და განვითარება აქვს ჩინეთს ტრადიციული დღესასწაულებთან ერთად, როგორ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები და როგორი განვითარება პოვა ასევე ამან. და ასევე ეწყობა გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები შრომის დღეს 1 მაისს ჩინეთში, რაც შეიძლება რომ თქვათ ასევე დავამატოთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია და შრომა ასევე, რომელიც არის ქვეყნის განვითარების საფუძველი, რომ არა შრომა ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია ბატონო პატრი. ქალბატონ თამარ, აი შიგნით აი 5-მდე მე როგორც ვიცი ჩვენ მე ერთი დღესასწაული მინდა გავიხსენო, უბრალოდ რასაკროლია თქვენ ამას იტყოდით, მაგრამ აქ ერთი კი არა, 2 დღესასწაულია შიგნით. ეს არ არის ნუ მთავარი დღესასწაულები, მაგრამ მე დავუშვეთ ყოფილ ვარ ერთხელ მარტო ამ დღესასწაულზე მოვასწარე, იმიტომ რომ 12 მარტს მე არ ყოფილ ვარ, მაგრამ 8 მარტის დღესასწაულზე ვიყავით. ეს როგორ აღინიშნება თუ ეს ისეთი სხვათა შორის დღესასწაულია. ეს არის დღესასწაული, რომელიც ქალთა დღესასწაული,
კი ბატონო, ეს ტრადიციული საერთაშორისო დღესასწაულია და ქალების პატივისცემას გამოხატავენ, ჩინურად უწოდებენ სამბაძიე. და ერთმანეთს ულოცავენ კიდევ ეს ნიშნავს 8 მარტს და სამბაძიე ქვაილ ასეთი გამოთქმა აქვს, გილოცავ 8 მარტს, ყველა ამას იძახის და ასევე ულოცავენ ქალბატონებს ამ დღესასწაულს, სიმბოლურად ყვავილიც შეიძლება რომ მიართვან, ესეც სიმბოლურია ასევე ყვავილის მირთმევა ამ დღესასწაულზე. დასვენების დღე არ არის. ვიცი და ეს მომენტია რომ დასვენების დღე არ არის. დასვენების დღე არ არის. და ქალბატონ თამარ, აი კიდე აი მაისის დღესასწაულებზე ვლაპარაკობ ახლა და მე ვიცი რომ ერთდროულად არის ასეთივე დღესასწაული ახალგაზრდობის დღე 4 მაისი თუ არ ვწდები. დიახ, ახალგაზრდობის დღე ეს გაგრძელებაა 1 მაისის თუ განცალკევებული დღესასწაულია. განცალკევებული დღესასწაულია. ამ დროსაც არ აქვს ესე ოფიციალური დასვენების დღეთ არ არის გამოცხადებული ეს დღესასწაული, მაგრამ ეს არის დღესასწაული, რომელიც გვახსენებს ახალი კულტურის მოძრაობას, მეცნიერებისა და განათლების მნიშვნელობას, თანამედროვე ინოვაციებზე მიგვითითებს. ეს ძველად ესე იგი საიდან ჩაეყარა ყველაფერს საფუძველი ხომ პეკინის უნივერსიტეტში მოძრაობა დაინერგა ახალი, რათა სტუდენტობას სურდა განათლების უფრო მეტად განვითარება, რომ არა განათლების განვითარება, ვერ იქნება ახალგაზრდობის წინსვლა, ქვეყნის წინსვლა და ეს ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ასევე, რამაც საფუძველი ჩაუყარა ასევე განვითარებას, განათლებას, ახლა შეიძლება ვთქვათ ხელოვნურ ინტელექტს და ასეთი ფრაზაც აქვს ჩინელებს, თუ ახალგაზრდობა ვითარდება, ქვეყანაც ვითარდება. ხომ ასია მართლაც? ჩინურად როგორ არის ეს ფრაზა? ცინიენ სინც გოჯია სინ. გასაგებია. ესია და მთავარი იდეა ამ ყველაფრის ასევე არის ახალგაზრდობის დღესასწაულის განათლება და მომავალი. აი როგორი ყურადღება ეთმობა ჩინეთში ახალგაზრდობას. მომავალზეც პასუხისგებლობის მხრივ ასევე ყურადღების მიქცევა და პასუხისგებლობა. კალბატონ თამარ, რო გავაგრძელოთ ახლა აი ზაფხულის თემატიკა, მოდის ახლა ამ იმასთან დაკავშირებით, აი მაისის შემდეგ დადგა ზაფხული. ნუ ახლობით ჩვენ ვიცით ახლა შემოდგომის აგვისტოს დღესასწაულთან დაკავშირებით. აი ივნისში არის რამე დღესასწაული არის საერთაშორისო დღესასწაულია. დიახ, ეს არის ბავშვთა საერთაშორისო დღე. დიახ, რასაც ყველა აღნიშნავს ასევე ჩინელი ახალგაზრდობა ბავშვები და ამ დღეს დიახ განსაკუთრებით უყვართ მართლაც და ნახევარი დღე შეიძლება რომ დასვენების დღეთ გამოცხადდეს. აი ეს მომენტია ნახევარ დასვენების დღეები. აქ არ არის საქართველოში და ბევრ ქვეყანაში არ არის. ეს როგორ არის ნახევარიც აი დღის პირველი ნახევარი და მეორე ნახევარი თავისუფალია. დიახ. ეს 1950-იან წლებში დაფუძნდა ეს დღესასწაული და ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები ბავშვებისთვის ბავშვჩუქნიან საჩუქრებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები, რომ ოჯახებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ ბავშვები გაიზარდონ ბედნიერ გარემოში. და ეს არის ერთ-ერთი პასუხისგებლობა ასევე სახელმწიფოსი, რომ ქვეყანაში იყოს ბედნიერი ბავშვი. ბედნიერი ბავშვი იქნება, როდესაც ოჯახი ბედნიერია. ასევე სკოლებში იმართება ღონისძიებები, მნიშვნელობა ექცევა ასევე ამ თვალსაზრისით მომავლის აღზრდას. და ასევე ის, რომ ბავშვები მართლაც ქვეყნის მომავალია. და ბედნიერი ბავშვი კი ბატონო. ეხლა მე მინდა გადავიდეთ აგვისტოს დღესთან დაკავშირებით, ალბათ თბილისში ვინც არიან, მიუქცევიათ ყურადღება, ვინც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან არის. დიახ. ახლოს რომ აუცილებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აუცილებლად აღნიშნავს ჩინეთის გამანთავისუფლებული არმიის დაარსების დღეს. დიახ. ეს თუ არ ვწდები 1 აგვისტოა. დიახ, არმიის დღე. არმიის დღე, ჩინეთის არმიის დღე. ეხლა მე მინდა აი თქვენ რომ მოგვიყვეთ და ჩვენ რო გადავიდეთ ერთდროულად ვილაპარაკოთ ორივე დღესასწაულზე, იმიტომ რომ ჩინეთის არმიის დღის შემდეგ სექტემბერში ჩინეთი საკმაოდ სერიოზულად აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მილიტარიზმზე გამარჯვების დღეს. პირადად მე
ამ საკითხებზე მიმუშავია და თქვენ ალბათ მოყვებით და აი ერთიან კონტექსტში რომ უყვეთ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით თუ შეიძლება. დიახ. ესე იგი 1 აგვისტოსზე ვისაუბროთ, ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია არმიის დღე ჩინელი ერისთვის. ეს არის 1927 წელს ეყრება საფუძველი ამ დღესასწაულს. ეს ნანჩანის აჯანყებას, მართალია ეს აჯანყება წარმატებით არ დასრულდა, მაგრამ ამ დროს არმიის ჩამოყალიბებას დიდი ყურადღება ექცევა, ხდება ამ დროს იქმნება უდიდესი ძალა, იქმნება არმია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ დღეს ძალიან დიდი ღონისძიება ეწყობა თიანანმენის მოედანზე და საიუბილეო თარიღის დროს ასევე ხდება საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო თუ კოსმოსური ძალების დემონსტრირება და ხალხის ასევე გამოსულია გარეთ და იღებს მონაწილეობას, ეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენება და სხვადასხვა სახით ხდება ამ დღესასწაულის აღნიშვნა. ღონისძიებები იმართება, საინტერესო ღონისძიებები იმართება ეს, რაც ასევე ძალიან საინტერესოა მაყურებლისთვის და სმენელისთვის. თავდაცვა და უსაფრთხოება არის წინა პლანზე წამოწეული. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოება და ხალხს ასევე ახსენდება წარსული და პატივსცემენ მშვიდობას. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩინელი ხალხისთვის. რაც შეეხება 3 სექტემბერს, მე მინდა ასევე აღვნიშნო და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ბადრი, თქვენს ეთერს ძალიან საინტერესოა და საინტერესო გადაცემებს აშუქებთ ასევე და თქვენს ეთერში მოხდა პირველად საქართველოში პრეცედენტი. შარშანი იყო ეს სექტემბერში. ტრანსლაცია დიდი მადლობა ქალბატონ თამარ. იქნა 3 სექტემბერს. ამის აღნიშვნა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. 3 სექტემბერის ტრანსლაცია იქნა მრგვალი თარიღი იყო 80 წლის იუბილეი იყო და საქართველოში პირველად იქნა ამ ტრანსლაციის ქართულ ენაზე გადმოცემა და მადლობა თქვენ ბატონო ბადრი. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო. ასეთ დეტალებს რომ ყურადღებას აქცევთ და არ ივიწყებთ ასევე ჩინურ კულტურას და ტრადიციებს ასევე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ტრადიციების ეს დღესასწაულიც, რომელიც 1937 წელს იწყება ეს იაპონურ აგრესიაზე გამარჯვების დღე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე მსოფლიო ომში ჩინეთის მონაწილეობა ფაშიზმზე გამარჯვების პერიოდი, რაც მსოფლიოშიც ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდად არის მიჩნეული, გაეროს ჩამოყალიბების პროცესშიც ჩინეთი უდიდეს როლს თამაშობს მშვიდობის როლში, უშიშროების საბჭოს წევრია ჩინეთი, მუდმივ მოქმედი გაეროსი ასევე და შეიძლება ვახსენოთ ასევე აქ მნიშვნელოვანია ნანკინის ტრაგედია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა ამ ტრაგედიაში. რასაკვირველია, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ და ჩვენ უბრალოდ დღეს ქალბატონ თამარ შეგნებულად ჩვენ ვიცით, მე შეგნებულად არ შეგაწუხეთ თქვენ და არ მინდა დღეს რო ვილაპარაკოთ ნანკინის ტრაგედიაზე, უფრო ეს ისე დღეზე, იმიტომ რომ ეს ისეთი დღესასწაულია და დღესასწაულია ისტორიაც და ამიტომ რასაკვირველია, რაც შეეხება მე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ჩვენი წვლილის აღნიშვნისთვის, რასაკვირველია ჩვენი მიზანი იყო და აი ამ ჩინური პანორამის მიზანიც არის და იმ ხალხის, რომელიც ხარს უჭერს ჩინურ-ქართულ ურთიერთობის განვითარებას, რომ აი ისტორიულად ჩვენთვის ასე თუ ისე ცნობილია მეორე მსოფლიო ომში ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის მონაწილეობა, მაგრამ რომ არა ჩინეთის თავგანწირვა, მისი ხალხის თავგანწირვა, რომელმაც იცით რა არის ახლა სხვადასხვა ციფრებს ვიძებენ ამ მეორე მსოფლიო ომის იაპონელების წინააღმდეგ რამდენი მილიონი დაიღუპა, იქ არის 24-დან 26 მილიონამდე უბრალოდ ამე ისა, იმიტომ რომ იაპონია იყო ვებერთელა ძალა, რომლის დარტყმა გადაიტანა და ძალიან ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, რომ არა ეს ჩინეთის თავგანწირვა ალბათ ესე ადვილი არ იქნებოდა, შეიძლება და რასაკვირველია ისა ამ სამკუთხედს ბერლინი ჰიტლერს იაპონიას და იტალიას ვერ გაიმარჯვა, მაგრამ
ომი შეიძლება გაწელილიყო 10 წლეულების განმავლობაში და ეს ტრაგიკული ფურცელი ყოფილიყო კიდევ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შეძლეს ამ ომის აცილება, კიდე სხვა ქვეყნები ჩართულიყვნენ ამ ომში. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენ მაყურებელს ვაჩვენოთ თუ რა ხდებოდა აქ მე ჩვენ შევქმნით ჩინეთის და შორეულ აღმოსავლეთის კოლევის ცენტრი, რომელმაც იგივე მხატვრული ფილმებიც აჩვენა ამ ომზე და ახალგაზრდები მე მახსოვს დავუშვეთ ერთ-ერთ უნივერსიტეტში, დავუშვეთ რობაქიძეს უნივერსიტეტში ჩვენ ეს ფილმი რო ვაჩვენეთ 23 სექტემბერს. სხვათა შორის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ჭოუ წიანს, რომელმაც ჩვენ მოგცა საშუალება რომ ეს ფილმები გვეჩვენებინა და ამის ორგანიზება ძალიან კარგად მოხდა. რასაკურველია ახალგაზრდები ახტაცებულები იყვნენ იმითი რომ აი ასეთი როლი ითამაშა რომ ჩინეთმა მეორე მსოფლიო ომში და რომ მათ მიიღეს ეს ინფორმაცია უშუალოდ ჩვენგან და ჩვენი ჩინელების კოლეგებისგან და რასაკურველია რომ არა დაუშვათ ეს გამარჯვება ეხლა ჩვენ გადავალთ ერთ-ერთ თავარ დღესასწაულზე ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა მაგრამ ალბათ ამ დღესასწაულით დავამთავრებთ რომელმაც ამ გამარჯვების შემდეგ მოიტანა ეს დღესასწაული ეს არის ჩინეთის თუ როგორ ქვია ერთად 1 ოქტომბერი ეროვნული დღე ჩინეთის ეროვნული დღე რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადებასთან არის ასოცირებული ხო? დიახ. კი ბატონო გისმენთ. ეს ბატონებად ვისარგებლებ ასევე და ჩვენ გამოგვრჩა თუ გვაქვს დრო შეგვიძლია ვისაუბროთ დრაკონის ნავების ფესტივალზე ასევე მოდით ცალკე დაგპატიჟებთ მაგაზე ეხლა ცალკე დაგპატიჟებთ მე გეთანხმებით ამ დრაკონის ნავების ფესტივალზე შუა შემოდგომის ფესტივალი ვახშიქნებით ჩვენთან დიახ შუა შემოდგომის ფესტივალიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწაულია შემოდგომაზე აღინიშნება ესეც და ასევე ერთ-ერთი ტრადიციული დღესასწაულია მაგრამ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ 1 ოქტომბერზე 1 ოქტომბერი რომელიც არის ჩინეთის ეროვნული დღე და ამ დღეს ასევე არის 7-დღიანი დასვენების დღე ეწყობა. 7-დღიანი დასვენება. ეს ოქროს კვირეულსაც ეძახიან ამას ჩინეთში და იწყება უდიდესი მიგრაცია. ტურიზმი ამ დროს ძალიან აქტიურია, წინასწარ ემზადება ჩინელი ხალხი და ამ დროს ხდება შიდა გადაადგილება და კულტურული თვალსაზრისითაც ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია. იწყება მოგზაურობა, ასევე ჩინეთი ძალიან საინტერესოა, დადიან ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, შეიძლება ქვეყნის გარეთაც მოგზაურონ ამ დროს და დაგეგმონ, რადგან 7 დღეა და 7 დღე არ არის მცირე დრო. ამისთვის მოგზაურობისთვის. ეს ისტორიულად დაკავშირებულია 1949 წლის ტიანანმენის მოედანზე მაო ძედუნის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დღე სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფოდ გამოცხადება და ამ დღეს ასევე ეწყობა ტიანანმენის მოედანზე აღლუმი ეს თანამედროვე ჩინეთის მიღწევებთან დაკავშირებით ხდება გამოფენა და სახელმწიფოებრივი მიღწევებზე მაქვს საუბარი თუ როგორ ვითარდება ჩინეთი რა მიღწევები აქვს ქვეყანას და ეს არის თანამედროვე ჩინეთის დაბადება და ერთიანობა ასევე ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან ჩინელი ხალხისთვის აი ამ დღესასწაულზე ესე იგი თავარი ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია როგორც ესეთი მსვლელობები არ არის, ხო? დიახ, არ არის, დიახ, ეს არის. როგორც ესეთი მსვლელობები ჩვენ რო წაედავა, მაისის დღესასწაულზე სამხედრო აღლუმებებია. არმიის დღეს არის, დიახ, ეს მსვლელობები როგორც ესეთი არ არის, არის უფრო გამოფენები ხალხი მიდიან, ისვენებენ, იხსენებენ თავის ისტორიას და მრგვალ თარიღებზე უკვე ეწყობა ეს გარეთ ეს დიდი ღონისძიება საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით არის უფრო ეს ღონისძიებები იმართება თიანანმენის მოედანზე. ჩვენს მაყურებელს ეცოდინება თიანანმენის მოედანი ერთ-ერთი უდიდესი მოედანია მსოფლიოში და ულამაზესი რომელიც ამ დღესასწაულებისთვის აქტიურად გამოიყენება. თამარ, ეხლა ჩვენი გადაცემის დრო ცოტა ფინიშისკენ უახლოვდებათ. აი ამ წლების განმავლობაში თქვენ ყველაზე უფრო პიროვნულად რომელი დღესასწაული გახსენდებათ, აი რომ
ამ იმაში. აი ხლა თქვენ მოგიყევით ძალიან ბევრი დღესასწაული და თვითონ თამარ პატაშურის რომელი დღესასწაული უხაროდა ყველაზე უფრო აი ამ 7 წლის განმავლობაში და უშოთ როცა თქვენ ფარნების დღესასწაულია ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული, რადგან ძალიან ვიზუალურად ძალიან ლამაზია ფარნები და ეს არის შთამბეჭდავი. შეიძლება ასე ითქვას. შემდეგი მეორე დღესასწაული ჩემთვის რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ეს არის შუა შემოდგომის ფესტივალი, რომელიცაც ასევე შეგვიძლია ჩვენ შემდგომში საეთერო დრო დაუთმოთ. ამ დროს მიირთმევს ჩინელი ხალხი მთვარის ფორმის ნამცხრებს, ჩინურ კულტურაში გამოუგზავნიათ სხვათა შორის ჩინეთის საელჩო ტრადიციულად ენიჭება მთვარეს ჩინურ კულტურაში, სავსე მთვარეს და ეს დღესასწაულიც ასევე არის ოჯახური ერთიანობის დღესასწაული და ის ბედნიერების სიკეთის მომტანია სავსე მთვარე ჩინურ კულტურაში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ღირებულებები, რაც აერთიანებს ჩინურ დღესასწაულებს ბატონო ბადრი, ეს არის ოჯახური ერთიანობა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ეს არის, რომელიც ყველა ის დღესასწაულს გასდევს თან, ეს იდეა და განათლება, ახალგაზრდობა და მომავალი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, შრომა, განვითარება და კეთილდღეობა ქვეყნისთვის და ეს ისტორიული მეხსიერება, ანუ ისტორიული იდენტობა და წარსული ფესვების პატივისცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადაცემა დავიწყეთ ჩვენ ბატონო ბადრი ვთქვით ინ შვი სიუენ, როდესაც წყალსვამ არ დაივიწყო მისი წყარო. ეს არის ამ იდეაზეა აგებული ჩინური ცივილიზაცია და ეს დღესასწაულები. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან შემოვა ძალიან ბევრი წერილი, კითხვა Facebook-ში, YouTube-ზე, სადაც დაიდება ეს ყველაფერი. მე უბრალოდ თქვენთან თანამედროვე ტექნოლოგიებზე რომელიც მამაზე ვისაუბრებ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ესეთი დიდი შუალედი ჩვენ ერთი წელი გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან მე მინდა სიტყვა ჩამოგართვათ, რომ ცოტა უფრო ხშირად ივლით ჩვენ გადაცემაში, უკვე ვალში ხართ ერთი გადაცემით, ჩათვალეთ, რომ დღესასწაულებზე კიდევ უკვე სხვა ფორმით ვილაპარაკებთ, მოდით მომავალ იმაში გამოვიყენოთ აუდიოვიზუალური ეფექტები უფრო. ჩვენი გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო ფინის მიუახლოვდა რადიო მსმენელებთან ბოდიშვიხტით ტექნიკური ხარვესის გამო და თქვენ შეგახსენებთ, რომ თქვენთან დღეს ეთერში მოვშაობდა ცნობილი სინოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი თამარ პატაშური. უღრმესი მადლობა ქალბატონო თამარ. მე ეთერში თქვენთვის მუშაობდა პოლიტოლოგი, სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი პროფესორი ბადრი ნაჭყებია. მომავალ სამშაბათამდე ნახვამდის. ნახვამდის.